ხო არ მეტყობა მღელვარება. მკვლელობა ჩაიდინეს, ეს ჩემი მკვლელობა იყო. აპირებს დასახელებას ვინ არის? პირველი შემთხვევაა, როდესაც ესე ხმამაღლა ვასახელებ ადამიანს. გელათის აკადემიის შესასვლელში ვზივარ. პრაქტიკულად მკვდარი ბავშვი მიწევს ხელებზე. კარგი მასწავლებელი ეს ორი სიტყვა. რას მოიცავს თქვენთვის? ეს ჩვენიანი არ არისო, მე არ ვიცი ვისიანი უნდა ვყოფილიყავი. მე ვიყავი ჩემი საქმის სიანი. აბსოლუტურად. ატყდა საშინელი ქვების ყორიანტელი ჩემს ფანჯრებზე. საფრთხე მემუქრებოდა და დავტოვე ქვეყანა. ერთი წამი გააჩერე, ცოტა ნერვიულო. გამარჯობა, თქვენ უყურებთ გადაცემათა ციკლს ამერიკის შეერთებული შტატებიდან უეჭველი ქართველია. გადაცემა მაუწყებლობს როგორც TV პირველის ეთერში ყოველ შაბათს საღამოს 6-ის ნახევარზე, ასევე შეგიძლიათ მოგძებნოთ YouTube-ზე უეჭველი ქართველია და არ გამოგრჩებათ სიახლეები, ასევე შეგიძლიათ თვალი ადევნოთ უკვე გავლილ გადაცემებს. ვინც დღეს პირველად გვიყურებთ, აგიხსნით გადაცემის ფორმატს, როგორც წესი, გადაცემაში უფრო ხშირად ვიწვევ საზოგადოებისთვის უცნობ სტუმრებს, ვიდრე ცნობილებს, უფრო მეტიც არ ვეძებ წარმატებულ ადამიანებს, იმიტომ რომ წარმატებაც ხომ ვისთვის რა არის, ვიღაცისთვის შეიძლება ამერიკის პრეზიდენტობა, ვიღაცისთვის შეიძლება ის რომ უბრალოდ არის კარგი დედა, შვილი, მამა და ასე შემდეგ. უფრო მეტიც ამ ადამიანების ისტორიები არ ვიცი, როდესაც ისინი ჩემს გადაცემაში მოდიან სტუმრად და უნდათ რომ საზოგადოებას საკუთარი სათქმელი უთხრან და მეც შესაბამისად კითხვების გარეშე მოდივარ ამ გადაცემაში და ვცდილობ რომ თქვენთან ერთად აღმოვაჩინო და გავიცნო ეს ადამიანები. ბუნებრივია ეს როგორც გადაცემის წამყვანისთვის არის რისკი, იმიტომ რომ შეიძლება ხელში შეგვრჩეს ნაკლებად საინტერესო რესპონდენტი, თუმცა ვფიქრობ რომ ემიგრანტის ხმის თქვენთვის მოწვდენა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს რისკი ამადღირს, ეს გადაცემა ამას ემსახურება. ჩემი დღევანდელი სტუმარიც ასეთი შემთხვევა, მე მას არ ვიცნობ, მხოლოდ მის სახელი და გვარი ვიცი, მარინა ნიჟარაძე არის დღეს ჩემი სტუმარი. უღმესი მადლობა რომ ითმობ დროს და მონაწილეობთ ამ გადაცემაში. ძალიან დიდი მადლობა. როგორ ხართ? კარგად. თავად? მეც კარგად, ცოტა რომ არ ციოდე, საგვიციოდა უკვე ნიუ-იორკში და საკმაოდ ცივა, საკმაოდ. გაგვეცანით, ვინ ხართ? საიდან ხართ და რატომ ხართ ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ნიუ-იორკში? მე გახლავართ მარინა ნიჟარაძე. ვარ საქართველოდან, ყველაზე მთავარი, ჩემთვის მთავარი სახლი არის საქართველო, კონკრეტულად თბილისიდან. ვიმყოფები ამერიკის შეერთებულ შტატებში 4 წელიწადია. რატომ ვიმყოფები, როგორ ვიმყოფები, ეს უკვე ჩვენი მსჯელობის საგანი იქნება ალბათ დღევანდელ დღეს. კი ბატონო, და თქვენც მექსიკის გზა ხომ არ გადმოიარეთ? თქვენთვის მე ვარ საქართველოდან, I'm from Georgia. რას ნიშნავს რა? ისტორია იმალება ამ ყველაფრის უკან, ანუ ქართველობის უკან. როდესაც ვამბობ, რომ მე ვარ საქართველოდან, ყოფილა ასეთი შეკითხვაც, რომ რაღაც ასოცირდება ძველი საბჭოთა კავშირიდან გადმონაშთებიდან, რომ არის რუსეთი და რა. მაგას რო ამბობენ. იმ წუთში ვუხსნი, რომ ეს არის ევროპული ქვეყანა. ყოველ შემთხვევაში გვინდა რომ იყოს და ამ გზაზე ვიდგეთ. ეს არის ძალიან ძველი, პატარა ლამაზი ჩემი სამშობლო. ზუსტად ამ სიტყვებით ვუხსნი ყველას, რას ნიშნავს საქართველო. მთავარი ფაქტორი საქართველოზე თქვენთვის რა არის, რის გამოც უნდა იყოს ეს ქვეყანა ჩვენი სამშობლო ცნობილი და აი უცხოელი რომ წაიყვანოთ საქართველოში, პირველს რას ანახებდით? მთავარი ჩვენი მატერიალური ან არამატერიალური ღირსშესანიშნაობა, ძეგლი. ვაჩვენებდი არა მხოლოდ სიძველეებიდან დავიწყებდი, თუმცა ეს ისტორია, მაშინ უნდა ძალიან ბევრი რამე მოუყვეთ, ძალიან რთულია ერთ ბაშად. ბევრ რამეს ვერც გააგებინებ, ვერც გაიგებს. დიახ, მთავარი მაინც არის ადამიანების გაცნობა. აი, ჩემი სამშობლოში მცხოვრები ადამიანებს გავაცნობდი და თითოეული აი ამ ადამიანიდან ის თვითონ გამოიტანს მე დასკვნას, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, როგორი ქვეყანა გვაქვს, რა ტრადიციები და როგორ ცხოვრობს იქ ხალხი. მე უკვე რა თქმა უნდა სანახაობა ჩვენს ქვეყანაში რომ არის ასეთი იშვიათად. რა საქმიანობთ აი თქვენი ყოველდღიური ცხოვრება როგორი არის? ცხოვრობთ ბრუკლინში. გათენდა ერთი ჩვეულებრივი დღე. რა ხდება? გათენდა ერთი ჩვეულებრივი დღე, მივდივარ სამსახურში. ბრუნდები მერე სახლში. რუტინა ერთი და იგივე, რომ გითხრათ ახლა მრავალფეროვანი არის აქ ჩემთვის პირადად ცხოვრება, ნამდვილად ასე არ არის.
ფიქრის საშუალება ნაკლებად ვიტოვებ დროს ფიქრისთვის, იმიტომ რომ ცოტა რთულია მე ამ ფიქრებთან გამკლავება. აქედან გამომდინარე ცდილობ არ ვიფიქრო ისეთ რამეზე, რაც არის ნეგატიური, იმიტომ რომ თითეული დღე შეიძლება ემიგრანტისთვის იყოს ძალიან სტრესული, არის კიდევაც იყოს არა მხოლოდ არის სტრესული. და ამიტომ ცდილობ რომ ნაკლებად ვიფიქრო ნეგატიურზე. თქვენთვის მთავარი სტრეს ფაქტორი რა არის? ან ცუდი ფიქრები რისგან არის გამოწვეული? პირველი ჩემი ნეგატიური და სტრესული არის ის, რომ ჩემი სამშობლოსგან ძალიან შორს ვარ. ჩემი ოჯახისგან ძალიან შორს ვარ. მე აქ მარტო ვარ, ოჯახით არ ვარ. აქედან გამომდინარე ეს ჩემთვის არ არის ადვილი. მეორეც ეს არ ყოფილა ჩემი არჩევანი. აი ეს არის ჩემთვის ძალიან სტრესული, რომ ეს არ ყოფილა ჩემი არჩევანი. ძალიან არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ მეც უნდა გამოვიყენო, რომ იძულებული გავხდი, რომ დამეტოვებინა ჩემი სამშობლო. აქედან გამომდინარე, ეს ძალიან ნეგატიურად მოქმედებს ჩემზე. ვერ ჯერჯერობით კიდევ მიჭირს გამკლავება ამისთან. ძალიან მიჭირს. რამე მოხდა უცებ, რის გამოც მოგიწიათ ქვეყნის დატოვება, თუ ეს განგრძობადი პროცესი იყო და უბრალოდ მიხვდით, რომ რაღაც ყელში ამოგივიდათ. საერთოდ რა საქმიანობდი საქართველოში? ვიყავი პედაგოგი 15 წლის განმავლობაში ვიყავი თბილისის ერთ-ერთი სკოლის დირექტორი. თურმე დირექტორ ქალს ვესაუბრები, თქვენს მოწესრიგებულობაში კი იგრძნობა. არაჩვეულებრივად გამოიყურებით მინდა გითხრათ რაკვე. რა სასწავლიდით, რა სპეციალობის მასწავლებელი ხართ? ჩემი განათლება მოიცავს რამოდენიმე დიპლომს. თავიდან ვიყავი დაწყებითების პედაგოგი, მე უკვე როდესაც დირექტორი გავხდი, მაღალ კლასებში შევედი და ვასწავლედი ფიზიკას. ფიზიკას. სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მოსაწყენი საგანი ძალიან ბევრი ბავშვისთვის. თუმცა ჩემთვის არა, მე მიყვარდა ფიზიკა. რატომ არ დაგეზარათ, რომ ყოფილიყავით ამ საგნის მასწავლებელი, იმიტომ რომ თქვენ ხომ იძლევა განწყობა, რომ მოსწავლეების უმეტესობას არ უყვარს ეს საგანი და იყო ხო თქვენი მხრიდან რისკი, რომ აი ჩემი საგანი არ ეყარებათ და მასწავლებელს ხომ არის ეს დისკომფორტი, რომ მისი საგანი შეიძლება მოსწავლეს არ უყვარდეს. ეს რისკი არსებობს ნამდვილად, იმიტომ რომ თითოეული ეხა აი მე იმ წუთში ვხვდები, როდესაც თქვით, რომ ჩემთვის ფიზიკა არის ძალიან ესეთი სასიამოვნო საგანი, აქ ძალიან დიდი როლი ექნება შენს მასწავლებელს. დარწმუნებული ვარ. აი მიზანიც ეს იყო. იცი რა არის და მეორეც ფიზიკა ძალიან საინტერესო საგანია. გააჩნია ბავშვს როგორ მიაწვდი. როდესაც შევდიოდი პირველად აი მე-7 კლასში მაგალითად ფიზიკა როცა იწყებოდა და ბავშვს ვეკითხებოდი რომ აი აბა დამისახელეთ ყველაზე დიდი მაგნიტი. ხო, ნუ ჩერდებიან, ვერთვებიან რომ ეს არის დედამიწა და ვიწყებდით მერე დედამიწაზე საუბარს იქ სადაც ცხოვრობთ თითოეული ჩვენი დღე არის დამოკიდებული დედამიწაზე რომელიც იზიდავს თავის გარშემო ყველაფერს. ვეკითხები რომ აი ავიღებ ახლა ფოთოლს, აი ამ ფოთოლს და გავუშვებ ხელს. კი. და რატომ მიდის დაბლა? რატომ არ მიდის ზემოთ? იმიტომ რომ დედამიწა იზიდავს. ესე იგი ყველაზე დიდი მაგნიტი არის დედამიწა. ეს ძალიან საინტერესო საგანია მოკლედ. დედამიწის მიზიდულობაზე ვსაუბრობდით და თქვენ რა გიზიდათ ცხოვრებაში ყველაზე მეტად? ბევრი სფეროა ხო, ვიღაცა შეიძლება განათლება. თქვენ განათლების სფეროდან ხართ და შეიძლება ეს პასუხიც მივიღო, მაგრამ აი რაღაც რაც ყველაზე მეტად სიამოვნებას გვրით ამ ცხოვრებაში. ეს არის ახალგაზრდებთან ურთიერთობა. ურთიერთობა. აი მოსწავლეებთან ახალგაზრდა ეს არის ისეთი დიდი ბედნიერება, რომ თქვენ როდესაც მერხთან ზიხართ, ამას ვერ ხვდებით. ამერიკელი ბავშვების მასწავლებელი თუ იქნებოდით? სიამოვნებით, მრავალფეროვნებაა. ძალიან დიდი მრავალფეროვნება ამერიკაში ხა წარმოიდგინეთ ეს ყველა რასის, რელიგიის, კანისფერის მიხედვით შედიხარ და კლასში გვხდება ასეთი მრავალფეროვნება. რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო იქნება. ჩემი თავარი მიზიდულობა ბავშვებთან ურთიერთობა არისო, მოსწავლეებთანო. მაშინ რატომ დათმეთ და დატოვეთ ეს თავარი თქვენი სიყვარული და ხართ აქ და მუშაობთ რუტინულ სამსახურში? აი ეს ერთ-ერთი ჩემი ტკივილია, წეგან რომ მკითხეთ, ეს მე ჩემინებით არ გამიკეთებია. ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩნდა რომ აღარ ვიყავი საჭირო. და სრულიად მოულოდნელად, ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელად, აი ესე მოწმენდილ ცაზე გამომიცხადეს რომ
დამემშვიდობდნენ აუხსნელი მიზეზებით. ეს იყო 2020 წლის 8 სექტემბერი. მე ვიყავი არჩეული დირექტორი და ვადა გადიოდა ყველა დირექტორს ეს კანონმდებლობით თუ არ ვცდები 4 წელში ერთხელ, ხო? 6 წელში ერთხელ. მაგრამ უკვე ხართ 15 წლიანი სტაჟით. დიახ. და მოხდა ისე რომ ანუ მოვალეობის შემსრულებლად უნდა გადავენიშნეთ, ვიდრე ახალი არჩევნები დაინიშნებოდა დირექტორობის. მე მაქვს მუდმივი სერტიფიკატი დირექტორობის, გამოცდები ჩაბარებული მაქვს, გასაუბრებები გავლილი მაქვს, ანუ ამასთან პრობლემა არ მქონდა. აღმოჩნდა რომ მე ამ სიაში აღარ ვარ. კანდიდატთა სიაში? ხო, ანუ აღარ გადამნიშნა მოვალეობის შემსრულებლად განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ. ეს იყო ძალიან დიდი მოულოდნელობა და როდესაც მე ვიკითხე, სხვათა შორის ძალიან გული მტკივა, რომ ამხელა ტყუილი მაკადრეს, რომ იცით რა ეს როტაცია ხდება და სხვაგან უნდა გადაგიყვან, ნუ გაუჭირდათ თქმა რა ხდებოდა სინამდვილეში. ნუ ეხლა მოგეხსენებათ საქართველოა თბილისია და არაფერი არ იმალება და აღმოჩნდა აბსოლუტურად სხვა რამ. ამდენ წლიანი შრომის მერე ამხელა ტყუილი არ უნდა ეკადრებინათ. მაშინ პირდაპირ უნდა ეთქვათ რაც ხდებოდა. აღმოჩნდა რომ ვინმე დეპუტატს ჩუღურეთში ამ ადამიანის ასე ვთქვათ მითითებით სამინისტრომ შეასრულა ეს დაკვეთა და აღმოჩნდა რომ მე მისთვის ვიყავი მიუღებელი ადამიანი. ოღონდ არც ვიცნობ ამ ადამიანს, ვიცი შორიდან ვინც არის, არც ის არ მიცნობს. აპირებს დასახელებას ვინ არის? რა თქმა უნდა, რა არანაირი პრობლემა არ ეს იცის ყველამ აბსოლუტურად და ეს არის ჩუღურეთის დეპუტატია ეხლაც რამინა ბერაძე, კი, როგორ არის? რიმა ბერაძე. რიმა, ხო, ნუ რამინა თუ რიმა, ხო, რაღაცა ესეთი. რიმა ბერაძე. და მისი გადაწყვეტილებით მისი მითითებით სამინისტრომ შეასრულა ეს დავალება. მე ზუსტად ვიცი, იმიტომ რომ მე მაქვს სკრინები სამინისტროდან მოწერილი ადამიანები, რომლებიც მწერდნენ, რომ იცი რა ჩვენ არაფერ შუაში არა ვართ. აი ამ ქალბატონის დაკვეთა არის ასეთი. თქვენ 15 წელი მაგ სკოლაში მუშაობდით თუ სხვაგანაც იყავით. იქნებ ეს უბრალოდ იყო იმისთვის, რომ სკოლა სჭირდებოდა განახლება, ახალი დირექტორი, ახალი სიცოცხლე, ახალი სისხლი და ეს იყო გადაწყვეტილება. თქვენ რატომ აბრალებთ და რატომ ფიქრობთ, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, პოლიტიკური, სადაც თქვენ კავშირი საერთოდ არ გქონიათ? არანაირი კავშირი არ მქონია. არა, მე არ ვაბრალებ, ტყუილად ეს არც დაუმალავს თვითონ. ღიათ აცხადებს ესე. ნუ აცხადებს კი, თავის გარემოცვაში ამას აცხადებს კი და მისი გარემოცვიდანაც იყო ეს შემოთვლაც და ეს არ არის დამალული ფაქტი, ხო ხდებით? ეხლა მე პირველი შემთხვევაა, როდესაც ესე ხმამაღლა ვასახელებ ადამიანს, მაგრამ ეს ასეა. ეს გამორიცხულია რომ მე ტყუილავ იმეს რამე დავაბრალო ეს. ის თქვენ არ გიცნობთ რა ხელი ქონდა თქვენთან რა ხელი ქონდა? ეხლა მე ვაკეთებ დასკვნებს. ასეც რომ ჩემთან დაირეკა ტელეფონზე ერთ მშვენიერ დღეს და მე გამეცნო არა დამისახელა სახელი და გვარი ამ ადამიანმა და მეუბნება ასეთ რამეს რომ მე ვარო ზონის უფროსიო ქართული ოცნების ეს რიმას შტაბიდანო და ეს ერთი წამი გააჩერე ცოტა ნერვიულო ამ თემას რო ვიხსენებ ძალიან მძიმეა ეს ჩემთვის ერთ დღეს განხორციელდა ჩემთან ზარი, ამის წინაპირობა რა მინდა გითხრათ, რომ სკოლის ტერიტორიაზე აშენებული სტადიონი იყო უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაში, საჭიროებდა რესტავრაციას. არაერთ გზის მიწერილი მქონდა ადგილობრივ თვითმმართველობას და გამგებელზე, რომ ძალიან გთხოვთ მობრძანდით, იმიტომ რომ ბავშვებს ვერ სარგებლობდნენ ბავშვები სკოლის სტადიონით. იყვნენ რამდენჯერმე მოსულები აზომეს, ეხლა გავაკეთებთ, ნუ ამაში გავიდა 2-3 წელი, წერილებს პასუხი არ არის. ერთ დღესაც ეს ზარი უკავშირდება სტადიონს და ამიტომ დავიწყე. გამეცნო ადამიანი, რომელიც იყო ჩვენი სკოლის მოსწავლის მშობელი, მეუბნება რომ ქართული ოცნების ზონის უფროსი ვარო, დიახთია გისმენთ, იმიტომ რომ ნომრით ვერ ვიცანი, სახელი და გვარით მივხვდი ვინც იყო. და იცით რაო, ეს სტადიონიო რომ გაკეთდებაო,
მერე ეს დეპუტატები უნდა მოვიდნენ და მე ვუთხარი ასეთი რამე. ჩემი ზემდგომი არის განათლების და მეცნიერების სამინისტრო. მე ვერ ხვდები რა კავშირი შეიძლება კონდეს ვინმეს პიართან სკოლის სტადიონს. კონკრეტული პარტიის პიარისთვის, იმიტომ რომ მოდიოდა არჩევნები. მოდიოდა საპარლამენტო არჩევნები. მეორეც მე ძალიან მიყვარს სუბორდინაცია. და სუბორდინაციის დაცვა. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ეს ზარი ჩემთან, ან მე უნდა დამერეკა განათლების მეცნიერების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სამსახურთანს უნდა გადაეწყვიტა ეს ყველაფერი. გავეცი ასეთი პასუხი. ამის მერე განვითარდა ეს მოვლენები. მე ვუკავშირებ, იმიტომ რომ ეს ქალბატონი ამბობს, რომ ეს ჩვენიანი არ არისო. მე არ ვიცი ვისიანი უნდა ყოფილიყავი, სიმართლე რომ გითხრათ, მე ვიყავი ჩემი საქმის სიანი, ჩემი მოსწავლეების მხარეს, ჩემი მოსწავლეების მშობლებთან და არა რომელიმე სახის დეპუტატთან. ეს არ იყო სკოლის კომპეტენცია. ნუ ამის მერე უკვე ძალიან მაღალ დონეზე ეს დავალება შეასრულა ჩემო ადგილემ, რომელიც მერე ჩემს ადგილზე არის ახლა, ნუ გასაგები მიზეზების გამო. კონდეთ საუბარი მას მერე არანაირი კონტაქტი. თქვენ არ იფიქროთ ვინმემ რომ მე მსხვერპლის როლში არა ბატონო ჩემო. არა. მე მიჩვეული ვარ სიძნელეებთან შეგუებას და აი ამიტომ მინდა ახალგაზრდები და მომავალი თაობა იყვნენ განათლებულები, რომ ცვლილებების არ შეეშინდეთ. ცვლილებების არ შეემშინებია, გული დამწყდა. გული დამწყდა, რომ ამდენი წელი შრომა მადლობაც კი არავის არ მე ამ მადლობისთვის არ მიშრომია. მე მადლობა მომდის, აი ხანდახან დღეებია ისეთი წერილი მომივა მოსწავლისგან, მშობლებისგან, რომ ყველაფერს გადაწონის, აბსოლუტურად ყველაფერს. აი შემიძლია რომ გავხსნა ჩემი ტელეფონი და გაჩვენოთ ხმოვანი შეტყობინებები. რომ ენატრებით, რომ თქვენ ფარიდამას რაც თქვენ ცხოვრებისეული გაკვეთილებით ჩაგვიტარეთ, თქვენ არ იფიქროთ, რომ მე ის არ გამომადგა, თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ გამომადგა. მარინამას მენატრებით როგორ ხართ, მარინამას როდის ჩამოხვალთ, პასუხი რა არის? მოსწავლეები არიან ხანდახან ნიჭირს და ვეუბნები, რომ ძალიან დიდი მადლობა, ეხლა გამაბედნიერე ძალიან. იშვიათად, აი კვირა არ გასულა, 5 წელია მე სკოლაში აღარ ვარ. შემიძლია აი ამ წუთში თქვენს თვალწინ გავხსნა ტელეფონი და წაგაკითხოთ ეს. მოდი მიმართეთ თქვენს მოსწავლეებს. კამერა. იციან რომ ძალიან მიყვარს ისინი. აქ არიან ჩემი მოსწავლეები, ჩემი გაზრდილებიც უკვე და ამის წინას დამირეკე სხვათა შორის და პირველი რას მეუბნები. თუ რამე დაგჭირდეს და მე არ დამირეკო, პირველს იცოდე ძალიან მეწყინე. კარგი მე ყველას პირდები რომ თქვენ დაგირეკავთ თუ რამე დამჭირდება. იციან რომ მე ისინი ძალიან მიყვარს. ძალიან მენატრება გაკვეთილზე შესვლა. კაბინეტში მე ვერ მნახავდით ვერასოდეს. დღის მეორე ნახევარში შევდიოდი რომ რუტინა განმეხორციელებინა ეს დოკუმენტალური მხარე. მე კაბინეტში არ ყოფილვარ. ზოგი ირონიით მეძახდა კარების დირექტორს, იმიტომ რომ ყოველ დილით ბავშვებს ხვდებოდი კარებში და 3 საათზე ვაცილებდი. თითოეულს ვემშვიდობებოდი, ვაბარებდი მშობელს, რომ უვნებლად დაბრუნებულიყვნენ ბავშვები. სათითაოდ ხვდებოდი, სათითაოდ ვემშვიდობებოდი. მე ამას შევცვლიდი. მოვა ალბათ დრო დადგება ჩემო მეგობრებო და ახალგაზრდებო ის დრო, როდესაც აღარ იქნება საჭირო ვიღაცის დავალებების შესრულება. აი რა მომწონს აქ სკოლის სისტემაში მე დავიწყე კვლევა. ძალიან მაინტერესებს. ნახეთ, ჩარჩო აქაც აქვს მასწავლებელს, მაგრამ ეს ჩარჩო იმდენად განიერია, რომ მასში ლავირების უფლება აქვს მასწავლებელს. ხვდებით? ანუ რას გულისხმობ? მას აქვს დისკრეციული უფლებები. გადაწყვიტოს თვითონ და გადაწყვეტილებები მიიღოს. არ შეიძლება რომ მხოლოდ მითითება მივცეთ რომ იცი რა ეს არ ილაპარაკო, ეს ილაპარაკე. ეს არ არის სწორი. დღევანდელი სკოლები პოლიტიკური შეხედულებების გატარების სივრცეთ იქცა? რა თქმა უნდა. საერთოდ არ უნდა ერეოდნენ მასწავლებლები არც კომისიაში, არც არჩევნებში. ნუ მე ასე ვთვლი საჭიროდ. მე არასოდეს არ ყოფილა სკოლის დირექტორები, უმეტესობა კომისიის თავმჯდომარე, მე კომისიის სკოლის დირექტორობის პირადი კომისიის შემადგენლობაში არასოდეს არ ყოფილა, იმიტომ რომ თვლი რომ არ არის სწორი ეს. სტადიონის ამბამდე თუ იყო პოლიტიკური დაკვეთები თქვენ მიმართ,
თუ გირეკავდნენ, რომ აი მაგალითად ვიცით ხომ რომ მასწავლებლები მიყავთ აქციებზე, საბავშვო ბაღის მასწავლებლები ასევე, თუ ყოფილა მსგავსი შემთხვევა, შემოთავაზება ან დავალება თქვენზე და თქვენ თუ გაგეციათ შემდეგ ეს დავალება რომ რამე აქციაზე წასულიყავთ. იყო სალომე ზურაბიშვილის არჩევნების დროს. დაგვიბარეს ძალიან ის იდუმალი ხმით დაგვირეკეს რესურს ცენტრიდან რომ უნდა მოხვიდეთ და დავალება იყო არასწორი. უნდა გადაგვეცა სიები, ვინ შემოხაზავდა სალომე ზურაბიშვილს თუ არ შემოხაზავდა და უნდა დაგვევალებინა მასწავლებლების. და მანდ იყო კიდევ ძალიან ცუდი რამ, რომ მასწავლებლების სიების გარდა ისინი ითხოვდნენ მათი ოჯახის წევრების პირად ნომრებს. თქვენ ხვდებით ახლა ეს რა არის? ეს არის იმდენად პერსონალური მონაცემთა კანონის დარღვევა პირდაპირ რა უფლება მაქვს მე რომ ძალიან დიდი პროტესტი მქონდა ამასთან დაკავშირებით. დღემდე არ იცის არც ერთმა ჩემმა მასწავლებლმა. ეხლა გაიგებენ ისინი ამას. ანუ რესურს ცენტრიდან წამოიღეთ, მაგრამ ხმამღაღადებლისა უდაბნოსა შინა იყო მათი საუბარი. ასე, იმიტომ რომ ვერც ერთი ვერ იტყვის მათგანი რომ მეოდეს მე მათთვის რამე მithქვამს. ეხლა პირველად გაიგებენ რომ მე ეს დავალება მომცეს, რომ მე უნდა მეკონტროლებინა თითოეული მათგანი მივიდა თუ არა არჩევნებს. რა თქმა უნდა მე ეს არ გამიკეთები. ამას ვერ ვაკადრებ და მე არ იყო ამაზე კიდევ ხელმეორე ზარი რომ სათხარ თუ გაცრავად. დამირეკეს იმ დღესვე რომ შენ არჩევნებზე არ ყოფილხარ და მეოთხარი ამ წუთში გამოვედის არჩევნო უბნიდან. მეუბნებოდნენ გვარებს ეს მასწავლებლები არ მისულან. ვერ ვაკადრებდი ვერც ერთ მასწავლებლებს მაგას რომ ეხლა გაიქეცით სასწრაფოდ არჩევნებზე და ასე შემდეგ. ამ მასწავლებლებს რომ ვერ აკადრეთ, მათგან თქვენ რა მიიღეთ? დუმილი თუ ქონდა ვინმეს პროტესტი თქვენს გათავისუფლებაზე? დუმილი და რა იცით კიდევ? შიში აბსოლუტურად. შიში იმისა რომ მოკითხვითაც კი თითზე ჩამოსათვლელი ადამიანი მკითხავს, ალბათ იმისიც ეშინიათ, რომ ვიღაცამ არ შეუმოწმოს მონაწერები ჩემთან. მკვლელობა ჩაიდინეს, ეს ჩემი მკვლელობა იყო ეს. პირდაპირ მნიშვნელობით კი არ ვლაპარაკობ, მაგრამ ეს იყო მკვლელობის დაკვეთა, რომელიც შეასრულეს. ის მომენტი გაიხსენეთ, როდესაც უკვე უნდა ჩაგელაგებინათ თქვენი ნივთები, კაბინეტი დაგეცალათ და გამოსულიყავით სკოლიდან. ხო, ესეც ძალიან ისეთი სიმბოლური იყო, გეტყვი ახლა როგორ გამოვედი სკოლიდან. მოხდა რომ ჩემი მრავალწლიანი თხოვნით და მუდარის მერე იმ ზაფხულს გარემონტდა სკოლაში სველი წერტილები. ევროპული სტანდარტებით გაკეთდა ყველაფერი და მთელი ზაფხული ვიყავი ძალიან ბედნიერი რომ ბავშვები როცა მოვიდოდნენ მოსაწესრიგებელი იყო ნამდვილად და დახვდებოდათ მოწესრიგებული. ამ დროს ჩემს თავს ასეთი რამ დატრიალდა. მე ვიფიქრე რომ უნდა ჩამებარებინა ყველაფერი, გადამებარებინა ისე როგორც საჭირო იყო. ამასობაში 8 სექტემბერია მოგიხსენებათ, სადღაც 15-16-ში სწავლა იწყება. სკოლა ამ დროს წესრიგდება, მთავარი პროცესები ამ დღეებში მიმდინარეობს. და მე რა თქმა უნდა კვლავ დავდივარ დერეფნებში და ვათვალიერებ როგორ სუფთავდება ყველაფერი, უნდა მოსულიყო შრომის ინსპექცია და ჩაებარებინა სკოლა, რომ ყველაფერი წესრიგში რომ სასწავლო პროცესი დაწყებულიყო. და შევდივარ მესამე სართულზე, სველი წერტილების საფირფარეშოების სივრცეში და ჩემი დასუფთავების სამსახურს არაჩვეულებრივი ქალბატონები მუშაობდნენ სკოლაში, ვერ წვდება ფანჯარას, რომ გაწმინდოს. გამოვართვიდიო, ავედი, გავწმინდე საფირფარეშოს ფანჯარა, მოწესრიგებული შრომის ინსპექცია მოვიდა, გადავაბარე, გამოვიხურე კარები და წამოვედი. წამოხვედით, დარჩით უსამსახუროთ, აი რა ხდება შემდეგ უკვე, არ იცით სად წახვიდეთ, რა გააკეთოთ, ხართ სახლში, მითხარით როგორ გაგრძელდა შემდეგ უკვე თქვენი ცხოვრება. ვიჯექი ჩემთვის სახლში და ვფიქრობდი, ძალიან ბევრს ვფიქრობდი. ფიქრობდით იმაზე თუ რა მოხდა ჩემს თავს? როგორც ისეთი ადამიანი სიახლეების არასოდეს არ შემშინებიან, მაგრამ ეს იმდენად მოულოდნელი დარტყმა იყო, ხომ შეიძლება რაღაცისთვის მზად იყო, ან კომისია იყო შემოსული, ან დარღვევები აღმოგიჩინეს, ჩემი შეცდომა იყო პროფესიული, ან სადმე რამე შემეშალა, ამ შემთხვევაში მოლოდინი გაქვს, რომ შეიძლება პასუხი უნდა აგო შენს აქციაზე. ისე თუ დაგიშვიათ ეგეთი შეცდომა დირექტორობის დროს?
რომ ეს პროფესიული საფრთხე შეცდომა, რაც გადაცდენა იყო თქვენი მხრიდან როგორც დირექტორის. არა, ასეთი რამე არა. მე არ მახსენდება ყოველ შემთხვევაში, ასეთი არაფერი არ ყოფილა. ძალიან ბევრი შემოწმება გამივლია. გაუვლია სკოლას, მე არა, სკოლას, მაგრამ ვცდილობდით, რომ ყველაფერი ყოფილიყო სათანადოდ. კანონში ჩამჯდარი ყოფილიყო ეს ყველაფერი და მე ძალიან კანონმორჩილი ადამიანი ვარ და ყოველთვის მემორჩილებოდი კანონს. ძალიან ძნელია. ჩემს გარდა თურმე ყველა მიცოდა ეს ყველაფერი. მაგრამ ერთი ადამიანი როგორ არ გამოჩნდა, ვინც ამაზე ხმას ამოიღებდა. მე არ მაქვს პასუხი. კარგი, რიტორიკული კითხვა. ერთშენიერ დღეს ძალიან ძიმე პერიოდები დაემთხვა. არ ვიცი, ძალიან საეჭვოდ დაემთხვა ეს ყველაფერი. სახლში ვარ. მარტო, რაღაც კომპიუტერში რაღაცას მუშაობდი და უცებ პირველ სართულზე ვცხოვრობდი და ჩემს ფანჯარას მოხვდა ძალიან დიდი ქვა. მანამდე იქ მესმოდა ბავშვების ხმაური და ვიფიქრე რომ შეიძლება რაღაცა ეხრო სამაშობენ და შეიძლება რაღაცა გამოვედი და დავინახე რომ ფანჯარა ჩატეხილია ერთი ფენა მაგრამ ეხა რა სისულელე ამაზე პატრულს ხوار გამოვიდახე და მეგონა რომ ბავშვები იყვნენ. კაი შემოვიდა ვიფიქრე რომ დავიწყე ფიქრი რომ ეხა ამას გამოვცვლი. არ გასულა 5-6 წუთი ატყდა საშინელი ქვების ორიენტელი ჩემს ფანჯრებზე. ძალიან გამიჭირდა გააზრება რა ხდებოდა. გამოვიხედე. საღამოს საათებია. არ არის საღამო, შუა დღეა. სადღაც ისე 4 საათი. კორპუსში ცხოვრობ თუ კერძო სახლში? ეს იყო კერძო სახლი და პირველი სართული და გისოსები იყო რკინის გარეთ. მიღბიანი ადამიანი რომელიც ამტრებს ჩემს ფანჯრებს ძალიან მიჭირს ახლა ამ ყველაფერზე ცოტა სიმშვიდის შენარჩუნება ცდილობს რომ მარტო ხარ სახლში მარტო ვარ სახლში და ცდილობს კარები გააღი დავიწყე ძალიან დავიბენი შემეშინდა რომ არ მოგატყუოთ დავიწყე პატრულში რეკვა მიშველეთ სახლში ვიღაც მივარდება ძალიან სწრაფად მოვიდნენ პატრულის თანამშრომლები და ჩემი მეზობელიც იყო ერთ-ერთი პატრულში მუშაობდა. ნუ გამოიძახი სასწრაფო, იმიტომ რომ ვიყავ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში, ემოციურად. მოვიდა სასწრაფოც, მოვიდა პოლიციაც. თან ეს ყველაფერი ხდება თებერვალია, უკვე პანდემიის პერიოდია, კომენდანტის საათი. უკვე საღამოს იწყებოდა 9-დან თუ არ ვცდები. და ну მოკლედ დამილეწეს მანქანა გარეთ მედგა ფანჯრებთან ამ ყველაფერს ერთი ადამიანი ერთი შენიღბული ადამიანი აკეთებს მოკლედ გაიქცა ვერ დააკავეს მე საღამოს 11 საათია ისევ გამოჩნდა ეს რამოდენიმეჯერ მოვიდა ეს ადამიანი იგივე დღეს და ბოლო ისევ მე თვითონ ვუთხარი რომ აგერ კიდევ მოსულია დააკავეს აქ საინტერესო რა არის მეორე დილას ამ ადამიანს უშვებენ პოლიციის განყოფილებიდან. ამან დიდი ეჭვი გამიჩინა. მისი ჩვენება თუ გაგაცნეს, რა თქვა? არ გაუცნიათ ჩემთვის არაფერი. დაზარალებულის ცნობა მაქვს. ფარატინა ფურცელი. მანქანა ყავდა დაზღვეული, ხო, ზარალი 750 ლარი, რომელიც არის სასაცილო. დღემდე არ გაქვთ კითხვაზე პასუხი? რატომ? შფოთვითი აშლილობა დაუდგინდაო? როგორც ხდება ხოლმე რომ გაამაშლონ და გამო. სადღაც 10 თვის თუ 11 თვის თავზე გამოუშვეს. ხონის ფსიქიატრიულში იწვა? გადაიყვანეს იქ. მე უკვე ჩავთვალე რომ საფრთხე მემუქრებოდა და დავტოვე ქვეყანა. ეს უკვე იყო სიცოცხლის მოსპობის საფრთხე. დიახ. თუ გაქვთ წარმოდგენილი დღე, როდესაც დაუბრუნდებით აუდიტორიას, ან როგორ ფიქრობთ, როდის და როგორ შეიძლება მოხდეს ეს? რამდენად დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, ამდენი წლების განმავლობაში შემიძლია ჩამოვთვალო რამოდენიმე ღამე, როდესაც მე არ მინახავს ჩემს სკოლის დერეფნებში როგორ დავდივარ. ეს ხდება ყოველ ღამე.
ეს სასიამოვნო ღამეები არის თუ კოშმარად? არა, ძალიან სასიამოვნო. და წარმომიდგენია როგორ არა, კი. რა ემოციასთან ასოცირდება ეს თქვენთვის? ტექსტიც ხანდახან ხმამაღლავს საუბრობ, რა შემიძლია მათ უთხრა, აი ამ გადმოსახედიდან უკვე. საკმაოდ ბევრი რამე გამოვიარე მას მერე, ძალიან მრავალფეროვანი იყო ეს წლები, ჩემი ცხოვრების განმავლობაში ძალიან ტკივილიანიც და კიდევ ერთხელ გეუბნებით, აი ეს წერილები ძალიან დიდ ძალას მაძლევს. დღეს სკოლები და უნივერსიტეტები ცოდნის ტაძრებად რჩებიან? ძალიან მინდა რომ ასე იყოს. უბრალოდ ჩვენ გავზარდეთ თაობა, რომელსაც აქვს საკმაოდ კარგი უნარჩვევები. აი ნახეთ, როდესაც ამბობენ რომ IQ მაღალი IQ დღეს ხელოვნური ინტელექტს რო აქვს ისეთი უნდა. IQ არ განსაზღვრავს ადამიანს განსაზღვრავს ემპათია. ანუ თანაგრძნობა, ხვდებით? ადამიანს და პატარასაც, სულ პატარაობიდან უნდა შეეძლოს საკუთარი აზრის გამოხატვა ყველა მის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მოდით გააკეთეთ შედარება, 15 წელია, რაც ხართ სკოლის იყავით სკოლის დირექტორი, სამწუხარო სიტყვა არის ამ შემთხვევაში. კი, 15 წლის განმავლობაში გქონდათ შეხება მოსწავლეებთან. აი, წინა თაობა 15 წლის წინანდელი და დღევანდელი თაობა რით განსხვავდება ერთმანეთისგან? პროგრესი გვაქვს თაობებს შორის თუ რეგრესი? ეს იცით რომელი თაობაა? არ იფიქროს ვინმე რომ შემდეგი ხელისუფლება ვინც მოვა მათ ექნება დანდობა და მე ძალიან მიხარია. აი ეს ადამიანები და ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს ან ქუჩაში არიან და ან ციხეში ზიან, ისინი არ შემდეგ ხელისუფლებას არ მისცემენ უფლებას და არ აპატიებენ, ეს ძალიან კარგია. ამაში ჩანს ახალგაზრდების განვითარება, პროგრესირობა, რა თქმა უნდა, ყველას კრიტიკულად უნდა შეხედონ, განსაკუთრებით ხელისუფალს, რომელიც მოდის. თქვენ დირექტორი გახდით 2005 წელს. ესე იგი სააკაშვილის პერიოდში. მოდი მოყევით, სააკაშვილის პერიოდშიც გვახსოვს, რომ პოლიტიკა იყო სკოლებში, მათ შორის მასწავლებლებიც აქციაზე მიდიოდნენ. თქვენ როგორი დირექტორი იყავით ხო სააკაშვილის დროს? ვინმე შეიძლება იფიქროს კიდეც, რომ ეს ნაციონალი იქნებაო, გააგდო რამდენი პოლიტიკა გვაქვს ამ გადაცემაში, არაპოლიტიკური გადაცემაა, თუმცა რადგან ეს თქვენი ცხოვრების ნაწილია და შემადგენელი მთავარი ნაწილი, რა უფლება მაქვს, რომ ამ საკითხებზე არ ვისაუბროთ. პირიქით, თქვენი სათქმელი უნდა გითხრათ და მოდი გითხარით ნაციონალების დროს როგორი დირექტორი იყავით. ისეთივე როგორც შემდეგ. არასოდეს არ მithქვამს არავისთვის, ან იქ უნდა წახვიდეთ, ან აი წინააღმდეგობა თუ გახსოვთ, რომელიც რამეზე გაუწიეთ მაშინ იმეს. მოყევით. იყო დავალებები, მაშინაც უთხარი, მე ამ დავალებას არ შევასრულებ. რაც კი თუ გინდათ ეხლავე დავწერ განცხადებას და წავალ მეთქი, მაგრამ მე თქვენ ამ დავალებას არ შეგისრულებთ, არ შევასრულებ. მახსენდება ერთი ასეთი შემთხვევა, ეს არის 2012 წელია. ხო, არჩევნები მოდის საპარლამენტო და ძალიან დაძაბული მდგომარეობაა ყველგან გარშემო და ჩემი ფანჯრიდან დავინახე, რომ დეპუტატობის კანდიდატი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატობის კანდიდატი მოსულია სკოლასთან და უკვე ხვდები, რომ სკოლაში უნდა შემოვიდეს. რა უნდა სკოლაში? იცით რა? ეს სკოლა ჰქონდა დამთავრებული და თავის მასწავლებლებთან აპირებდა შეხვედრას. წინა საარჩევნო შეხვედრის მოწყობა უნდა და ჩავედი დავდიქი კარებთან და ვეუბნები, რომ სკოლაში არ შეხვალ. ძალიან გაოგნებული სახე მაქვს. წარმომიდგენია როგორ გააცდებოდა, იმიტომ რომ სადარმიშევ ჩემი სკოლაო გეტყოდათ. ზუსტად ეს მითხრა, რომ მეუთხარი კი ეს შენი სკოლა გაქვს დამთავრებული, შენი მასწავლებლები არიან, მაგრამ სხვა დროს და სხვა ფორმატში. მიწვე, სადაც გინდა შენი მასწავლებლები, ესაუბრე, არ არის პრობლემა, სკოლაში ვერ შემოხვალ მეთქი. ზუსტად აი ასე ვიდექი კარებთან და ის სკოლაში არ შესულა. გაბრუნდა და წავედი. მთავარი სიფრთხილე, რაც უნდა გამოიჩინოს სკოლის დირექტორმა, რაში არის ხოლმე? აი, ყველაზე დიდი დაძაბულობა პასუხისმგებლობის ნაწილში რა არის, რომ აი დაუშვათ ბავშვი არ გახდეს ბულინგის მსხვერპლი ან ფიზიკური დაზიანება, თუ აი მშობელი არ გამანაწყენო, რა არის ხოლმე ეს მთავარი
ფაქტორი, რის გამოც უნდა იყოს დირექტორი ძალიან ყურადღებით და ყველაზე მეტად მობილიზებული. კი ბატონო, მოდით დავიწყოთ იქით, რომ პრიორიტეტი არის მოსავლე. დიახ. ზოგადი განათლების კანონის მიხედვითაც ყველა მორალურად, ყველანაირად ეს არის პრიორიტეტი არის მოსავლე. მოსავლეზე იგება ყველაფერი. თქვენ ბულინგი ახსენეთ, ეს ბულინგი არის ძალიან საინტერესო თემა, ძალიან ბევრი პროექტი მაქვს გაკეთებული ბულინგთან დაკავშირებით. ეხლა ნახეთ რა ხდება. აი რა არის სისუსტე? ალბათ მეც მქონდა ეს სისუსტეები, რა თქმა უნდა. უნდა ვაღიაროთ ჩვენი სუსტი და ძლიერი მხარეები, ამაში არაფერი არ არის ცუდი პირიქით. ნახეთ, ბულინგის იდენტიფიცირება სანამ არ მოახდენ, ძალიან რთულია ქმედებაში გადახვიდე და აღმოფხვრა ბულინგის ბოლომდე პრაქტიკულად შეუძლებელია. ვინმე რო თქვას, რომ იცი რა ჩვენთან ბულინგი არ არის, ეს არ არის სწორი. აქაც ძალიან ბევრი ბულინგი ხდება, მაგრამ აი აქ რა ხდება? კი არ მალავენ, რომ ვაიმე რესურს ცენტრის უფროსმა არ გაიგოს ან სამინისტრომ არ გაიგოს და მე რაღაცა პრობლემები არა, პირიქით. ჯდება ყველა, იმ წუთში შეტყობინება, არავით არის დამალვა, პირიქით. სხვათა შორის აი გუშინ მიყვებოდა ჩემი ერთი ძალიან ახლობელი ამერიკაში არიან, ბავშვი აქ სწავლობს და ასეთ შემთხვევა მომიყვარა, ძალიან საინტერესოა, რომ რომელიღაცა მოსწავლემ თავის მის შვილს უკან ეგ ბეჭებზე რაღაცა დაამაგრა წარწერით რა, რაღაცა კლასელს. ისე რომ ამ ჩემი ახლობლის შვილს ეს არც გაუგია, უკან რომ რაღაცა ფურცელი აქვს, არ ვიცი რა ეწერა, ну რაღაცა არასასიამოვნო. ამაზე იცით რა ამბავ და მეორე უთხარიო ეს ჩემი ახლობელი მიყვება რომ რა საჭირო იყო არავითარ შემთხვევაშიო ეს შეიძლება მე გადაიზარდოს უარ ანუ ნახეთ თვალი უნდა გავუსწოროთ პრობლემას რამე პლატფორმა თუ აქვს აქ მშობელს სადაც ნახულობს აქ არ ხდება მშობელთა კრებები ეს ჩვენთან როგორც არის სტანდარტულად მიღებული რომ მშობელთა კრება ყველაზე დიდი შეცდომა მე ამას ვთხოვდი ყველას რომ ეს არ გაეკეთებინათ რომ მთელი კლასის თვალდასწრებით ერთი ბავშვის დახასიათება რომ იცით რა მას უჭირს არ შეიძლება ამის გაკეთება ეს აქ არ ხდება პერსონალურად ხდება საუბარი თუ ბავშვს რაიმე პრობლემა აქვს და არა სხვისი თანდასწრებით ამის გაკეთება არ შეიძლება აქ შექმნილი არის ეს parents board-ი რომელიც მშობელთა კომიტეტები სადაც პერიოდულად იკრიბებიან და რაღაცა 1000 გვარ საკითხებზე მსჯელობენ. თქვენი ქარიზმა რა არის? განათლება და განათლება. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ განათლების საშუალებით მეტად გაქვს უფრო აზროვნების უნარი. განათლება და თავისუფლება. თავისუფლების მე ჩემი პერსონალური ფორმულა მაქვს. კანონ მორჩილებას პლუს პასუხისმგებლობის აღება ტოლია თავისუფლების. კი ბატონო. გადმოვიდეთ ამერიკაში, მოგვიყევით რა მხრივ გაუმჯობეს და ან გაუარესდა თქვენი ცხოვრება. აი საყოფა ცხოვრება, კუთხით ვამბობ. აი მე მაგალითად ის რომ სარეცხი მანქანები არ გვაქვს სახლში, ეს არის ცნობილი ფაქტი, რომ ნიუ-იორკში ძალიან ცოტა საცხოვრებელ სახლს აქვს და უფლება გვაქვს რომ მქონდეს და ვრეცხავთ საერთო სამრეცხაოებში. ეს არის ჩემთვის დიდი პრობლემა. თქვენ საყოფა ცხოვრება საკმაოდ დიდი პრობლემა არა საბედნიეროდ ეხლა მე ვარ ისეთ სახლში სადაც არის სარეცხის მანქანა. კი ბატონო. ხო, ეს ძალიან დიდი პრობლემაა გეთახლებით. ჩვენ ახლა გვეღიმება ამას ღიმილით ყვებით, მაგრამ ნამდვილად ხო არის რაღაცები, რომელიც გაოცებს. ეს არის ამერიკა, ხანდახან თქვენ ადამიანებს ეს ნუ ადაპტაციას გააჩნია ვინ როგორ გადის ამ ყველაფერს. თქვენ რამ გაგაოცათ კარგი და ცუდი მხრივ? ვინაიდან ძალიან მეშინია ვირთხების მეტროში ვირთხარ რომ დავინახე. ვირთხების მთავარ ქალაქში ჩამოხედით პირდაპირ. აღმოუჩდი და რომ დავინახე, მქონდა საშინელი რეაქცია. აი საშინელი რეაქცია. ნუ ვეღარ გავიგე საწავსულიყარ. არ იცოდით რომ ვირთხების სამშობლოში მოდიოდით? არ ვიცოდი. ნამდვილად არ ვიცოდი და მეტროში შეხვდათ. ეხლა ძალიან ისე ფრთხილად დავდივარ და ვიყურები აქეთ-იქით რომ ეს ჩემთვის ყოველდღე მიუღებელი არსება სადმე არ შევხვდეს. სხვა აი ტექნოლოგიურად რა დაგაკლდათ აქ ცხოვრების განმავლობაში ან რამ გაგაოცათ რომ აი ეს როგორ შექმნეს? ეხლა ვიგეტყვით. განსაკუთრებით მანჰეტენის აი ყოველთვის ვფიქრობ, როდესაც ვარ მეტროში,
მანჰეტენის ქვეშ. მეტრო არის ხანდახან მოგიხსენება ნანახი იქნება 2-3 სართულიანი. ანუ მთელი მანჰეტენის ქვეშ არის მეტრო, ან ფესტეიშენი გამოღებული აქვს ძირი და ზემოთ დგას სამჯერადო. როგორია რომ მიწაზე დგახარ მყარად ამ დროს ქვემოთ ქალაქი არის. და ზემოდან დგას ამხელად სათამბჯენები. ძალიან მიკვირს. ყველას ვეკითხები, მე მიხსნია რომ მანჰეტენი განსაკუთრებით ეს არის კლდოვანი ტერიტორია იყო, ეს არის კლდე და მასზე არის აშენებული. ძალიან ბევრი რამე კიდევ მიკვირს, ბევრი რამე ვნახე. ძალიან მომწონს ადამიანების ზრდილობა, ძალიან მომწონს ადამიანების ღიმილი. კულტურული შოკი რამეზე ხო არ მიიღეთ, რაც არ მოგწონთ, არ პირიქით მოგწონთ, რომ აი ზნეობის კუთხით რამე აი ცოტა რომ გაგაოგნათ ეს რა თქმა უნდა თავისი მანკიერი მხარეები აქვს ყველას და ყველაფერს მათ შორის აქაც მიუხედავად იმისა რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი ეს არის მრავალფეროვნების ზეიმი ამერიკა მე არ ვიცი თუ კი რამე არსებობს და გაგვიგონია ყველაფრის ნახვა შესაძლებელია აქ მაგრამ ადამიანები ამას იმდენად მშვიდად იღებენ და უყურებენ და ხანდახან ღიმილით იუმორით რომ რაღაცა მეც აღარ ვისტრესები ამის გამო. დღეს მაგალითად რომ მოდიოდი შესახვედრად მეტროში ვნახე ადამიანი ჩვეულებრივი ზაფხულის ფეხსაცმელი აბსოლუტურად ღია, არაფერი არ ეცვა, მოკლე გავე სადღაც ეთყობა სპექტაკლზე მიდიოდა. მას დღეს ასე უნდა ჩაცმო. ამ დროს ყინვა ისეთი ძალიან ცივა. მე მაგალითად ეხა ძალიან ცივა, მაგრამ გამეღიმა. იმიტომ რომ ის დღეს ამ სითხასიაძე იყო, მას ასე უნდა. თქვენთვის როგორც ფიზიკის მასწავლებლისთვის ყველაზე მოსაწყენი საგანი რომელია? ან იყო ქიმია. ამ ამბავში ერთად ვართ. ქიმიაში მეც ძალიან მოიკოჭლებ მინდა გითხრა. თუ აი შეგიმჩნევიათ რომ ბავშვი ვერ გისმენთ იმიტომ რომ შია. კი. სამედიცინო კაბინეტი გავაკეთეთ არაჩვეულებრივად და ჩვენ ყავდა მოსწავლეები დიაბეტიანი ყოფილა შემთხვევები რომ ცუდად გამხდარა ბავშვი სწორედ ამის გამო და მზადყოფნაში ქონდა საკვებიც მათ შორის კანფეტები რომ უცებ პირველადი დახმარება აღმოგვეჩინა. კი როგორ არის ყოფილა ბავშვები მშვილები წავსულვარ მიყიდია საჭმელი მომიტანია და მიპურებია. მასწავლებლების ძველი და ახალი თაობა რით გამოირჩევა ერთმანეთისგან? ძალიან ბევრი რამით. ნახეთ ძველ თაობას ძალიან გაუჭირდა თანამედროვე ტექნოლოგიებთან ადაპტირება. ძალიან გაუჭირდა. თუმცა არიან გამონაკლისები, რომლებიც საკმაოდ კარგად დაეუფლნენ ამ ყველაფერს. იცით, როდესაც ელექტრონულად გადავიდა უკვე ყველაფერი, ბევრს გაუჭირდა, ბევრმა არა, უმცირესობამ შეძლო რომ ადაპტირება გაევლო. მოგიხდათ მძიმე გადაწყვეტილებების მიღება, მაგალითად მასწავლებელი თუ გაგიშვიათ სამსახურიდან იმის გამო რომ თუნდაც აი ვერ აუღო ალღო, ან რამე ისეთი მძიმე გადაწყვეტილება, რაც მოგიწიათ, იმიტომ რომ ეს იყო პროფესიულად სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ იყო დიდი დილემა თქვენთვის როგორც სკოლის დირექტორისთვის. კი, ერთადერთი შემთხვევა მქონდა 15 წლის განმავლობაში, როდესაც მანდატურების სამსახური შემოვიდა უკვე და არა მარტო მანდატურების სამსახურს, ნუ ერთ-ერთ მასწავლებელს უკვე 5 გაფრთხილება ქონდა. რაღაცა სერიულად ავიწყდებოდა გაკვეთილზე შესვლა და მიდიოდა სახლში. მე გავაფრთხილე. ხო, გავაფრთხილე. ლექსო ისეთ რაღაცებს მოგიყვები ჟირებული. დედას ვიცავ. ძალიან საყვარელი განათლებული სიკალბატონი ყოფილი და უბრალოდ სხვა გზა არ მქონდა, იმიტომ რომ მანდატურები უწერდნენ უკვე ოქმებს და გაფრთხილებებს და კანონი მავალდებულებს და ამის ძალიან გამიჭირდა. მასწავლებლები რის მიხედვით აკავდათ სამსახურში და აი კარგი მასწავლებელი ეს ორი სიტყვა. რას მოიცავს თქვენთვის? ვაკანსია ცხადდებოდა ელექტრონულად ვაკანსია ჯერზე, ინიშნებოდა გასაუბრებები, ვისაუბრებოდით კანდიდატებს. შეგიძლიათ დაიფიცოთ რომ ნეპოტიზმით არ აგიყვანიათ მასწავლებელი სამსახურში? მამა მყავს გარდაცვლილი, რომელიც არის ჩემი უზარმაზარი ტკივილი ემიგრაციის პერიოდში და აი შემიძლია რომ მამა ჩემის თავი დავიფიცო ის ადამიანები რომლებიც ახლა უყურებენ აბსოლუტურად მთლიანად 90% ეხა სკოლა რაც არის დაკომპლექტებულია ჩემს მიერ
იქ არიან ადამიანები, რომლებიც თვითონვე ყვებიან, რომ მივედი გასაუბრებაზე, არც მიცნობდნენ, არც ვიცნობდი და ამიყვანეს სამსახურში. ეს ადამიანები დღემდე მუშაობენ. მათ შეუძლიათ ეს ყველაფერი დაადასტურონ, რომ ეს ასე იყო. კარგი მასწავლებლის კრიტერიუმი არ არის დიდი ხანი, ალბათ წელიწადნახევარი თუ 2 წელი გადის. გარდაიცვალა ასეთი სრულიად ახალგაზრდა მღვდელი მამა თეიმურაზ ქორიძე. ძალიან ცნობილი მისი გარდაცვალება. ეს იყო ჩემი მოსწავლე. თემო იყო ჩემი მოსწავლე. ერთხელ მივდივარ დერეფანში, ისინი არიან ალბათ მე-12-მე-11 კლასში და საკლასო ოთახიდან ისმის რაღაცა ხმამაღალი საუბარი და გამოვაღე კარები და შევედი. თემოს კლასია. და თემო კამათობს და დანარჩენები მასწავლებელიც იქ არის, რომ ილია ჭავჭავაძე რომ შერაცხულია წმინდანად, რატომ არ შეიძლება იყოს galaktion, ის იყო მოტრფიალე galaktion კაბიძის. და მე რომ აუხსენი თემო ნახე, იქ თვითმკვლელობა, აქ მკვლელობა, ამას რელიგიაში აქვს დიდი მნიშვნელობა, რას წარმოვიდგენდი, რომ მე თემო მამა თეიმურაზი გახდებოდა და საქვეყნოდ საყვარელი მღვდელი. და მის ინტერვიუს თუ მოусმენთ, ის ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ ერთხელ ლექსი არ ვიცოდიო და კლასში ბავშვები ყვებოდნენ და ჩემთან მოვიდაო ჟუჟუნა მასწავლებელიო და მითხრა, შენო ისეთი კარგი ბიჭი ხარო, ეს ლექსიო გეცოდინებაო და მე 10-იანს დაგიწერო. ისე რომ არ მკითხა, მე ეს ლექსი არ ვიცოდიო. სახში რომ მივედი, მე მივხვდიო, იმ წუთში ვისწავლეო, აი ეს კარგი მასწავლებელია, ხვდებით? და ნახეთ მის მეხსიერებაში ბავშვი როგორ აფასებს კარგ მასწავლებელს, ამას აქვს ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა. ეს იყო ფარული мотиваცია და ეს იყო ყველაზე დიდი мотиваცია შემრცხვაო, რომ ადამიანს თურმე ამხელა ნდობა აქვს და იმხელა мотиваცია გამიკეთა მასწავლებელმა, რომ მე მას მერე ლიტერატურის წიგნი ხელიდან არ გაუგდია. არის ასეთი შემთხვევები, უბრალოდ უნდა ამოიცნო. აი ეს მასწავლებელს აქვს ჯადოსნური უნარები. ხვდებით, ეს უნდა მოდიოდეს. როგორ ფიქრობთ, მასწავლებელს რა მთავარი ჯადოსნური უნარი უნდა კონდეს, რომ ბავშვი დააინტერესოს აუდიტორიაში და ბავშვები ხშირად ხმაურობენ, ხო და არ უსმენენ მასწავლებლებს, ხმაურია, მასწავლებელი ჩხუბობს. რაც არ უნდა შეიძლება ძალიან საინტერესო საგანი იყოს და ძალიან საინტერესოდაც ასწავლიდეს, მაგრამ აი რაღაცა უნარი მგონია, რომ უნდა კონდეს. არ ვიცი, პატივისცემა როგორ უნდა დაიმსახუროს მოკლედ ბავშვის, რას ფიქრობთ? ყვირილი ეს არის მთავარი შეცდომა. რა ტონშიც საუბრობს მასწავლებელი, იმ ტონში არის კლასი. ხვდებით, ხმადაბლა როცა საუბრობ, ისინი ცდილობენ, რომ ჩუმად იყვნენ, რომ გაიგონონ რას ლაპარაკობ. რაც მეტად ყვირის მასწავლებელი, ბავშვიც უფრო ხმამაღლა საუბრობს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ის რომ მარტო სოციალური თეორიები ჩააბარეს, ათიანები ეს არ არის პედაგოგობა. პედაგოგობა არის ძირითადად უნარები, მიდგომა, ინტერესის გაღვიძება, ხვდებით და გამოხატვის თავისუფლება უნდა მისცე ბავშვს. უნდა მოусმინო ის, რაც შეიძლება ყველაზე კრიტიკული კითხვა დაგისვას. უთქვამ ჩვენთვის, რომ ვაიმე მარინა მასწავლებელი დღეს რა ლამაზად გაცვიათ. ეხლა ვეუბნები, რომ რა თქმა უნდა ვეუბნები მადლობას. აი რა მოგეწონა, ფერი მოგეწონა თუ აწყობა. აი ძალიან გემოვნებით გაცვიათ. მე მიდის საუბარი უკვე გემოვნებაზე. მე ბევრჯერ ფიზიკა საერთოდ არ ჩამიტარებია გაკვეთილი, მივდიოდი ცხოვრების. აი თითოეული ფრაზას რო იტყოდნენ, იმაზე ვაგებდით მთელ დღეს. მათთვის იმ დღეს ეს იყო საინტერესო. რამე მძიმე დღე თუ გახსოვთ თქვენი სკოლის ისტორიაში, რაც დღემდე აი მძიმე კადრი, რაც არ ამოგდით თვალებიდან. შიში. გელათის აკადემიაში ვართ წასულები. კლასთან ერთად პროექტში ვიღებდით მონაწილეობას, ძალიან მნიშვნელოვან პროექტში და ძალიან ვემზადებოდით, ბავშვები არაჩვეულებრივად მომზადებულები და მოხდა ისე, რომ იქ ერთი გოგონა გაგვიხდა ცუდად.
ცუდად ისე რომ ვიდრე მე ბავშვამდე მივედი, ცოტა დიდხანს ველოდებოდით მერი უნდა მოსულიყო რაღაცა და ინციდენტი მოხდა თუ არა, შესცივდა ბავშვს, გოგონა იყო ძალიან კაფანდარა და ისეთი და ბავშვმა ცუდად გახდა დიდი ხნის მოლოდინი დაღლილობის ქუთაისში ჩასულები ვარ და ვიდრე მე ბავშვამდე მივედი ვიღაცა იქ კეთილმოსურნე ქალბატონები, უცხო ქალბატონებმა რაღაცა წამალი ჩაუდეს პირში, რომელსაც ბავშვს მისცა რეაქცია, წავიდა ალერგია. გელათის აკადემიის შესასვლელში ვზივარ. პრაქტიკულად მკვდარი ბავშვი მიწევს ხელებზე, იმიტომ რომ ვერავინ ვერ დამარწმუნებდა, რომ ის გადარჩებოდა. მანამდე მანიშნა, რომ ვიგუდებიო. წამოვიდა, ეთყობა, შოკური მდგომარეობა ჰქონდა და შეშუპება. ხონდგას აქ გელათის ტაძარი, აქ აკადემია და აი ესე აღმართე ხელები ხაც კი მაკანკალებს, რომ ღმერთო მიშველეთ დექსამეტაზონის სწრაფად მეთქი და სად უნდა მეგვეშოვა აი როგორ ფიქრობთ, საიდან გაჩნდა ჩვენთან დექსამეტაზონი. გელათში მიმდინარეობს ჯვრის წერა და მეჯვარე იქ ისეთი ამბავი დაიწყო, ყველა მოძღვარმა ჯვრის წერა გააჩერა, რომ ბავშვი კვდება და მე ვზივარ და მიწევს ეს ბავშვი ხელებს. მეჯვარე ყოფილა თურმე ალერგიული და ჯიბით დაატარებს დექსამეტაზონს. ამ გოგონამ, ეხლა მეჯვარე ხო იცით როგორ არის გამობრანჯული, ფეხშველა გამორბის და ჩემი თხოვნა აი ამ ტაძრის ეზოში ზუსტად 5 წუთში ბავშვს უკეთებენ დექსამეტაზონს. აი დღემდე დაუჯერებელია ჩვენთვის ეს ყველაფერი. როგორ აგიხსნათ არ ვიცი. ბავშვი, რა თქმა უნდა, 5 წუთში უკვე გადარჩა და იყო კარგი. ამის ახსნა ცოტა მიჭირს. და ხო, აი, როგორ უნდა ინატრო გელათის ტაძარში, რომ ღმერთო მიშველეთ დექსამეტაზონი გაჩნდა. თუ აპირებთ ცხოვრების ახლიდან დაწყებას, გულისხმობ პროფესიულად, რაიმე ახალი პროფესიის შეძენა თუ გსურთ, რასაც სიამოვნებით მიიღებდით ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვფიქრობ, სხვათა შორის ამაზეც მიფიქრია, ვინაიდან მთელი ეს ჩემი ნამოღვაწარი, როგორც ასეთი იდენტიფიცირება ვერ მოხდება ამერიკის განათლების სისტემასთან და მაქვს რაღაცა ჩემი გეგმები, ნახოთ რამდენ ხანს დავრჩები კიდევ აქ ამასაც აქვს დიდი მნიშვნელობა. მე მაინც როგორც გითხარით, სახში მითხრა. სხვა რესპონდენტებსაც ვეკითხები და თქვენც გითხავთ, რით უნდა მივხვდეთ, რომ უეჭველი ქართველი ხართ? რა არის თქვენი მთავარი ჩაცმის სტილი პირველი მე იმ წუთში ვხდები. კარგი გემოვნება გვაქვს ჩაცმაში ქართველებს. ძალიან. აი აქაურებ და შედარებით განსაკუთრებით. ძალიან და ამის წინ სხვა შორს მივდიოდი ქუჩაში, ახლა არ არის აქ ქართველი გასაკვირი საუბედუროდ. და მანქანიდან მესმის სიმღერა და უცებ ისეთი რეაქცია მქონდა, გავხედე და ხელი დაუქნე იმასაც იმ წუთში მივხვდა, რომ რეაქცია, ნახეთ, აი სადაც შედიხარ, ქართველი ხარ, აი ვიზუალში ვხვდები, ჩაცმის სტილზე ვხვდები, მოწესრიგებულობაზე ვხვდები და ნაღვლიან თვალებზე ვხვდები. რაც მეტად გადავწევთ წასვლის დროს, გადაწია ხალხმა და იმიტომ შეუსრულდათ 20 და 25 წელი აქ. მე უკვე 20 და 25 წლის მერე ეჩვევი აქაური ცხოვრების რიტმს, სტილს, ასე შემდეგ და უკვე ეშინიათ იქ დაბრუნება, იმიტომ რომ უცხონი არიან იმ სოციუმისთვის. თქვენი პირველი დღე როგორი იყო ამერიკაში, რომ ჩამოხვედით, გამოხვედით აეროპორტიდან და რა ხდება სად წახვედით და პირველი სამსახური? ჩემ მეგობართან მივედი, ჩემს ეკასთან ძალიან დიდი მადლობელი ვარ ამ ადამიანის, იმიტომ რომ პირველი სტრესი გადამატანინა, რა თქმა უნდა დამეძინა. პირველი რას იყო ნამგზავრი, როდესაც გავიღვიძე თავთან, მედო ტელეფონის T-Mobile-ის ის ბარათი, სიმბარათი უყიდია, ეკას მოუტანია, ყველაფერი თვილი გარემო, მოფერება ეს ყველაფერი. რამხელა მნიშვნელობა აქვს პირველ დღეებში პატარა დახმარებებსაც კი, ხო და ყურადღება. მან უზარმაზარი დახმარება გამიწია ნამდვილად. პირველი იწყებ რას, რომ მოვძებნო სამსახური. როგორ მოძებნეთ? აგენტიდან მოვძებნე, სხვათა შორის ჩამოსვლიდან ზუსტად ერთ კვირაში მე უკვე სამსახურში ვიყავ. ენაში როგორ ხართ ინგლისური? კარგად. წავედი ბავშვებთან ვიყავი ოჯახში.
დიდი ბავშვები იყვნენ, არ იყვნენ ეხლა ძალიან პატარები, სკოლის მოსწავლეები იყვნენ. ესე იგი მაინც ბავშვებს ვერ აცდით და არც აცდით. ბავშვების გარდა ძალიან საინტერესო შემთხვევა მქონდა ერთი ასეთი. მოკეთ ჩემი მეგობარს ცვლიდი მის სამსახურში და აღმოჩნდა რომ ეს ადამიანი იყო სკოლის დირექტორი, მამაკაცია, სამწუხაროდ ეხლა აქვს ალცჰეიმერის დაავადება და აბსოლუტურად არაფერი არ ახსოვს. გამოვიყვანეს ასეირნოთ. ორი სკოლის დირექტორი. გამოვიყვანეს ასეირნოთ და მივდივართ ადამიანი, რომელიც ვერც შვილს ვერ ცნობს, აბსოლუტურად მისი გონება უკვე აღარ მოქმედებს ისე სათანადოდ. და მივდივართ და მოხდა ისე რომ აქვე იყო ახლოს სხვათა შორის. მოხდა ისე რომ სკოლის შენობასთან უნდა გავიაროთ. ის იყო დაწყებითი კლასების სკოლა და აღმოჩნდა რომ ეს ადამიანიც იყო დაწყებითი კლასების სკოლის დირექტორი. ხომ აი არაფერი მივდივართ ესე პოდროჭკით და უცებ მივხვდი რომ რაღაცა რეაქცია აქ ადამიანს აი ტანით ვიგრძენი იმიტომ რომ ესე მიმყავდა ხელი მოტრიალდა და წინ არის ეზო სკოლა, სადაც ბავშვები თამაშობენ და მე მეუბნება, აქედან დგევარ მე რომ წამოდიო, აი მან ნიშნებს რომ წამოდიო, იქო მივიდე დავდექით და ვუყურებს და აი მან ნიშნებს თან იცინის, რაღაცის თქმა უნდა, ის ვერ საუბრობს და რაღაცის თქმა უნდა, მე მივხვდი რისი თქმაც უნდა, მის გონებაში რაღაცა წამოვიდა და კარგა ხანს აი ესე ორი ყოფილი სკოლის დირექტორი ვიდექით და ვუყურებდით ბავშვები როგორ თამაშობენ. მე მივხვდი რომ მას რაღაც გაახსენდა. იცით რა ეს ესე უყალოდ ხო არ ქრება ყველაფერი პერიოდულად ამ ადამიანს და ვიფიქრი კიდევაც ახლა ვიღაცა რომ გადაიღოს გვერდიდან და საოცარი კადრი იქნება. ძალიან დიდხანს უყურა ბავშვებს. ძლივს წამოვიყვანე იქიდან. მე მივხვდი რომ მაშინ რაღაცამ გაიღვიძა. და ძალიან გული მეტკინა რაღაცნაირად იცით ძალიან. თქვენ რისი შიში გაქვთ ყველაზე მეტად ცხოვრებაში და როგორი სიბერი არ გინდათ? არ მინდა ისეთი სიბერე, რომელიც აქვთ ჩვენს მოხუცებს, ну, ყოველ შემთხვევაში რაღაც დიდ პროცენტს საქართველოში. მე მინდა მათ კონდეთ ისეთი უზრუნველი სიბერე, როგორიც ამ ქვეყანაში აქვთ მოხუცებს. თქვენ რა გონიათ, თქვენ ბებიას თუ ბაბუას ჯიბეში რომ კამფეტები ქონდა, მარტო თქვენთვის უნდათ? არა, მათაც უნდათ. ასაკში მათაც უნდათ კამფეტები და ისინი ჭამენ ამას, იცით? და ძალიან გული მწყდება ბავშვებთან, ძალიან ბევრჯერ მისაუბრია ჩემს მოსწავლეებთან, როგორი შეიძლება მოხუცში ოდეს. აი როგორი შეიძლება მოხუცს კამფეტი ენატრებოდეს და ტკბილია. წარმოუდგენელია. არ ვისურვებდი ამას ნამდვილად. დროის კარგვის მუდმივი შეგრძნება თუ გაქვთ მძაფრად? მაქვს. მე ხა ჩემ დროს ვკარგავ. აქ ჩემ დროს ვკარგავ. ეს ძალიან გამიცდი ამას, იმიტომ რომ ეს არის დაკარგული წლები ჩემთვის პირადად. ჩვენი ინტერვიუ დასასრულს უახლოვდება, რამე ხომ არ არის, რასაც დაამატებდით, რაც არ კითხეთ, რაზეც არ ვისაუბრეთ და დაგემშვიდობებით. მე მინდა მადლობა გითხრათ, იმიტომ რომ ასეთი გადაცემებით, იცით, ადამიანები მე დღეს ახლა ძალიან ბევრი რამე ისეთი ამოვთქვი, რაც პირველად თქვი და თქვენთვის ეს ექსკლუზივი იყოს მინდა. ჩემთვისაც აი მაყურებელს უთხარი კიდეც დასაწყისში, რომ საერთოდ არ გიცნობთ მხოლოდ თქვენი სახელი და გვარი. ეს მართლია, ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ. როდესაც შემეხმიანეთ და სადეთ რომ თქვენი ისტორია მოგეყოლათ, გაგაჩერეთ რომ მოდი არ მომიყვეთ, იმიტომ რომ ჩემთვის სიამოვნებაა რომ გადაღების პროცესში მართლაც აღმოგაჩინოთ და გულწრფელად მქონდეს კითხვები. რისთვისაც გიხდით მადლობას და ჩემი აზრით ძალიან საინტერესო ინტერვიუ გამოვიდა. იმდენად სახელოვანი ადამიანები და ისეთი წარმატებული ადამიანები არიან წამოსული, რომ ძალიან დიდი დანაკლისია ეს ქვეყნისთვის. მე არ ვლაპარაკობ ჩემს თავზე, არ იფიქროთ რომ მე ხა ჩემს თავზე ვლაპარაკობ. თქვენი წინა რესპონდენტი დათო ლოლაძეს უსმენ, აი ძალიან განვიცადე. შინაგანად მქონდა საშინელი პროტესტი, რომ ასეთი ადამიანები ქვეყანას ტოვებდნენ. გარდა ამისა, ძალიან ბევრი ვიცით ჩვენ და ეს რესურსი რომ ჩვენს ქვეყანას მოვახმაროთ, ბევრად უკეთესი მდგომარეობა გვექნებოდა. მე ასე ვთვლი, ასე რომ გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს.
წარმატებებს მარტო რეიტინგი არ არის. თქვენ საქმიანობას აგრძელებთ აქ და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. მერექით, მადლობა თქვენ რომ დამითმეთ დრო. უღრმესი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ და თქვენი ოცნებების ასრულებას და აუდიტორიაში დაბრუნებას. მე კი გემშვიდობებით მომავალ გადაცემამდე არ დაგავიწყეთ რომ მოგძებნოთ და გამოგვიწეროთ სოციალურ ქსელებში უეჭველი ქართველია. დროებით.